Წამოიწყებს თუ არა შიო მესამე პოლიტიკური პატიმრების შეწყალების შესახებ მოლაპარაკებების პროცესს. ახალი პატრიარქის არჩევის შემდეგ ეს შეკითხვა აქტუალურია, რადგან თავად საპატრიარქოს ოფიციალური პირები ანონსებენ, რომ ქართულ ოცნებას პატიმარი დემონსტრანტების გასათავისუფლებლად მიმართავენ. ჩემი პოზიცია არის ის, რომ ქრისტეს სიყვარული ყველას უნდა მისწვდეს, უნდა იყვნენ შეწყალებულნი. ეს განცხადება ცოტა ხნის წინ ეპისკოპოსმა დოსითეოს ბოგვერაძემ სვეტიცხოველში მედიის შეკითხვების საპასუხოდ გააკეთა. შერბილებულია მმართველი პარტიის წევრების რიტორიკაც. ვის შეიძლება შეეხოს შეწყალების ინიციატივა ჯერ უცნობია, მაგრამ პატიმრების ნაწილის მკაფი ოპოზიცია გუშინ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ სასამართლოში, სადაც 8 დემონსტრანტის ვერდიქტი გამოცხადდა, ისინი შეწყალების თხოვნას არ აპირებენ. ფორმულას ჟურნალისტი ნატალი ჯახუტაშვილი მუშაობს თემაზე, ის შემოუერთდება ჩვენს ეთერს ახლა და მოგუყვება პოლიტიკური განცხადებების და იმ ახალი გარემოებების შესახებ, რამაც პატიმრების შესაძლო გათავისუფლების მოლოდინი გააჩინა. სინოდის წევრები ძალიან პოზიტიურად აფასებენ პოლიტიკური პატიმრების შეწყალების ინიციატივას და დღეს სასულიერო პირები ძალიან დაუფარავად აცხადებდნენ მედიასთან, რომ მათთვის მისასალმებელი იქნება თუ ამ ძალიან ჰუმანურ ნაბიჯს გადადგამს ახლად არჩეული პატრიარქი და მიმართავს თხოვნით ქართული ოცნების მიერ დანიშნულ დე-ფაქტო პრეზიდენტს, რომ შეიწყალოს პოლიტიკური პატიმრები. აცხადებდნენ, რომ ეს იქნება პოზიტიური დადებითი ჟესტი შიო მესამის მხრიდან და ასევე აქცენტირებულად საუბრობდნენ იმაზე, რომ ეს იქნება შემრიგებლური ნაბიჯი და ზოგადად ადამიანები მათი განცხადებით უნდა იყვნენ მოწყალენი და სხვათა შორის რამდენიმე მეუფემ არ დამალა საკუთარი პოზიცია მზია ამაღლობელთან დაკავშირებითაც. ისინი პირდაპირ ამბობდნენ, რომ მათი აზრით ტყვეობაში არ უნდა იჯდეს მათ შორის ჟურნალისტი მზია ამაღლობელი და ზოგადად განწყობები ასეთია სასულიერო პირებში. ისინი ელოდებიან უახლოეს მომავალში, რომ ამ გადაწყვეტილებას მიმართავს საქართველოს ახლად არჩეული კათოლიკოს პატრიარქი და გასცემს პატიმრების შეწყალების რეკომენდაციას. მე რომ ვიყო ციხე არ მექნებოდა საერთოდ, ჩემზე არ არის დამოკიდებული. მე საერთოდ იმას ვიძახი, რომ ჩემ შუაზე რომ იყოს ეს ქვეყანა მოწყობილი, ციხე არ იქნებოდა. ახალგაზრდები, რომლებიც ციხეში არიან, აქციების დროს დაკავებულები და ჟურნალისტი მზია ამაღლობელი. დროა თუ არა რომ დაკავონ უკვე საპატიმრო? კი. დროა? კი. საერთოდ ეკლესია ზრუნავს იმაზე, რომ ყველა ადამიანს კონდეს შესაბერისი პირობები და შენდობის და მიტევების უნარი უნდა კონდეს ყველას. პატრიარქმა შიომ რამოდენიმე ჯერ ესე ვთქვათ მიმართა ხელისუფლებას და ახლა პატრიარქის მოსაღწრეს სტატუსში მიმართა ამგვარი თხოვნით. ახლა უკვე უბრალოდ დღეს ვერაფერს ვერ ვოლოდინი როგორც პატრიარქი რომ მიმართავს ის ოფიციალურად ყაველაშვილს. ვოლოდინი მაქვს მხოლოდ და მხოლოდ სასიკეთო. ვისაც შეიძლება რომ მიუდგეთ მოწყალებით, მიუდგეთ მოწყალებით. ალბათ მზია ამაღლობელს შეიძლება მოწყალებით მიუდგეთ? მე ვფიქრობ, რომ შეიძლება. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის გუნდის პოზიციას სინდისის ტყვეებთან დაკავშირებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული ოცნების რიტორიკა შერბილებულია ამ თემაზე. მაგალითად, დღეს მმართველი პარტიის ერთ-ერთი დეპუტატი თენგი შარმანაშვილი პირდაპირ აცხადებდა, რომ ზოგადად ქრისტიანულად ძალიან სწორი ნაბიჯი არის დაკავებული პატიმრების და დაკავებული მოქალაქეების შეწყალება და მან ღიად განაცხადა, რომ ის მხარს დაუჭერს თუ ასეთი რეკომენდაცია იქნება ახალი პატრიარქის მხრიდან. რაც შეეხება მამუკა მდინარაძის პოზიციას, ისიც არ იყო დღეს ასეთი კატეგორიული. აცხადებდა, რომ ეს არის პრეზიდენტის დისკრეციული უფლება და რომ მიხეილ ყაველაშვილმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება თუ ვის შეიწყალებს და ვის არა. თუმცა აქ საინტერესო და საყურადღებოა კიდევ ერთი დეტალი. ზოგადად ქართული ოცნების წევრები ყოველთვის ღიზიანდებიან ხოლმე, როდესაც
აქციაზე დაკავებულ მოქალაქეებს ჩვენ სინდისის ტყვეებად და პოლიტიკურ პატიმრებად მოვიხსენიებთ, თუმცა დღეს ამ ტერმინზე არანაირი რეაგირება არ ქონია მაგალითად სახელმწიფო მინისტრს მამუკა მდინარაძეს და მან ზოგადად განაცხადა, რომ ის არც დადებით, არც უარყოფით ჭრილში ამ თემაზე არ ისაუბრებს. Odesas ადამიანი ინანიებს შეიძლება შაბლონოდაც კი ჩადეს, ინანიებს ჩადნენ დანაშაულს და ასე შემდეგ, მაშინ კიდე უფრო დამთმობი და მღობიერია სახელმწიფო მის მიმართ. ამ შემთხვევაში არ გამოდგება, იმიტომ რომ ანტაგონისტური აზრებია ჩვენსა და თქვენ შორის. თქვენ ამბობთ, რომ არ არის დამნაშავე, ბუნებრივია სახელმწიფოს წარმომადგენლისთვის ის ყოველთვის დამნაშავე იქნება, ვინც კი აღიარებს სასამართლო გადაწყვეტილებას, ხო? უკვე აი ამ პოლემიკაში შესვლაც კი არასწორია, გადაწყვეტილების მიღების დროს დანარჩენი ყოველთვის არის ერთი ადამიანის დისკრეციული არ შეიძლება ოდნავ პოზიტიურ ან ნეგატიურ კონტექსტშიც კი მე ამაზე ვლაპარაკობ. რეკომენდაცია რა თქმა უნდა აქვს. გაითვალისწინოთ ახალი პატრიარქის რეკომენდაცია. ვარაუდობ რომ შეიძლება გაითვალისწინოს, მაგრამ განამტკიცებლობით ჩემი მხრიდან უხერხულია საუბარი ისა ჩემ უფლებამოსილებას არ აქვს. წმინდა ქრისტიანული თვალსაზრისით რა თქმა უნდა შესყარება უმაღლესი სათნოებაა და ყველა ქრისტიანი უნდა უჭერდეს მხარს. დარწმუნებული ვარ რომ რაღაცა გამოსავალი აქედან გამოიყოფა. ეს ზოგადად რა თქმა უნდა ჰუმანურობისკენ ყოველთვის გადავიწყება. ჩემი პოზიცია ცნობილია საზოგადოებისთვის. მე მომხრე ვარ როგორც საშიშროების შემსუბუქების, ისე შეწყალების უფრო ფართოდ გამოყენების, პირობით ვადამდე მექანიზმების უფრო აქტიურად ამუშავების და რაც შეიძლება მეტი ადამიანის განთავისუფლების საპრობილებიდან. მიდგომა უნდა იყოს ჰუმანური და ამაში საპატრიარქოს როლი იქნება, ჩემი როლი იქნება თუ საზოგადოების სხვა ნაწილის როლი, მე მზად ვარ, რომ მე ჩემი წვლილი ამაში შევიტანო. დაყოფა, დაპირისპირება ის არის მტრის ამოცანა ქვეყანაში. ამიტომ ჩვენ ეს დაპირისპირება უნდა დავასრულოთ, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და მე დარწმუნებული ვარ, რომ ახალი პატრიარქი შიო მუჯირი, შიო მესამე იზრუნებს ამ მნიშვნელოვან გამოწვევებს. დავაუდოთ ჩვენ მხოლოდ მივესალმებით ადამიანები, რომლებიც დღეს რეპრესიული პოლიტიკის შედეგად სამწუხაროდ უკანონოდ იხდიან სასჯელს, უნდა იყვნენ სახლში. ეს ადამიანები ჭირდება თავიანთ ოჯახებს, თავიანთ ქვეყანას გარეთ და არა გამოკეტილ საკანში. შესაბამისად, თუ იქნება დაწყებული ეს პროცესი და რა თქმა უნდა იქნება ამას შედეგი, ჩვენ მივესალმებით ხოლმე. სინოდის ერთ-ერთმა წევრმა სხვათა შორის დღეს ჟურნალისტებთან დაადასტურა, რომ მას აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ახლად არჩეული პატრიარქი აპირებს და გეგმავს, რომ მიმართოს მიხეილ ყაველაშვილს პოლიტიკური პატიმრების შეწყალების მოთხოვნით, თუმცა საბოლოო ჯამში რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული სინდისის ტყვეებთან დაკავშირებით რთული სათქმელია. ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რას გადაწყვეტს ბიძინა ივანიშვილი და ჯერჯერობით რთულია იმის პროგნოზირება, თუ რა ფარული რახვები შესაძლოა ჰქონდეს ამჯერად და პოლიტიკური ინტერესები ბიძინა ივანიშვილს.